განახორციელა. რადიო სივრცე წარმოგიდგენთ. კლასიკური მუსიკა, ქორეოგრაფია, ვიზუალური ხელოვნება, ფესტივალები, ტრადიციები, კინოხელოვნება, გამოცემები, თეატრი, ფოლკლორი, კულტურა სივრცეზე. პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით. მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო და მაყურებლებო. მე ვარ სერგო ოსეჯანიშვილი. თქვენ კი უსმენთ და უყურებთ რადიო სივრცეს 98-ზე და 5-ზე. მოკლედ, როდესაც ქვეყნის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ხშირად ვახსენებთ ეკონომიკას, განათლებას, ტექნოლოგიებს, ინფრასტრუქტურას და ასე შემდეგ, ხო? თუმცა არსებობს კიდევ ერთი ძალა, რომელიც არანაკლებ განსაზღვრავს ქვეყნის სახეს. მისი, ასე ვთქვათ, კულტურა, ხელოვნება და შემოქმედებითი ინდუსტრიები. საქართველოში ფაქტიურად ყოველდღიურად იმართება გარკვეული პრემიერები, ასე ვთქვათ, ხო, იმაში რა ვქეთ, თეატრალური ფესტივალები და ასე შემდეგ და მაინც, ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი, ანუ ძირითადი, ასე ვთქვათ, მასა რჩება საზოგადოების, ასე ვთქვათ, ყურადღების მიღმა. ამიტომ გადავწყვიტეთ, სხვათა შორის, ანუ რადიო სივრცეზე დაგვემატებინა ცალკე კულტურული სივრცე და დავარქვით ამ პროექტს კულტურა სივრცეზე, რომელიც რეალურად ხორციელდება SIP შემოქმედებით საქართველოს მხარდაჭერით და SIP საქართველოს, ასე ვთქვათ, შემოქმედებითი საქართველო გახლავთ კულტურის სამინისტროს, ასე ვთქვათ, დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირი, ხო? და რეალურად ჩვენ თვეში ყოველთვიურად ვისაუბრებთ ზოგადად იმ კულტურულ, ასე ვთქვათ, მიმართულებებზე, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ხდება და როგორ უწყობს ხელს აღნიშნული ორგანიზაცია რეალურად შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებას ქვეყანაში. ამიტომ მე უკვე დროა რომ დავაანონსო ჩვენი სტუმრები. ჩვენი სტუმრები არიან შემოქმედებითი საქართველოს დირექტორი ქალბატონი ბოდიში გამორჩა რუსუდან ჭუმბურიძე, რუსუდან მოგესალმები და შემოქმედებითი საქართველოს დირექტორის მოადგილე ქალბატონი სალომე ხურცილავა. მოგესალმებით მეგობრებო და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ. რუსუდან მე ალბათ გადმოვალ პირველი, ასე ვთქვათ, თქვენთან და დღეს შესაძლოა ჩვენმა აუდიტორიამ ზოგადად პირველად შეიტყო ამ ორგანიზაციის შესახებ, ხო? და მოდით ალბათ დავიწყოთ ორგანიზაციით. თქვათ, რა საქმიანობს ორგანიზაცია, რატო შეიქმნა, ხო? ანუ რა როლი აქვს დღეს ქვეყნის, ასე ვთქვათ, შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში? მოვყვეთ უფრო ფცლად, აი ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ახლა აუხსნით ადამიანს, რომელმაც პირველად შეიტყო ზოგადად შემოქმედებითი საქართველოს შესახებ. მადლობა დიდი დაინტერესებისთვის და მოწვევისთვის. მოკლედ რომ მოგახსენოთ შემოქმედებითი საქართველოს შესახებ. შემოქმედებითი საქართველო არის კულტურის სამინისტროს ქვეშ მყოფი ორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის, რომელიც ხელს უწყობს ინდუსტრიის განვითარებას, კულტურის ინდუსტრიის განვითარებას, ასევე ხელს უწყობს კულტურის სფეროს წარმომადგენლების განვითარებას, ხელშეწყობა ხდება მათი. ჩვენთან ორი გზით ხდება ხელშეწყობა, ესე რომ ვთქვათ, ეს არის პროექტული ნაწილი და არის საკონკურსო ნაწილი. ძირითადად მთელი წლის განმავლობაში გვაქვს კონკურსები გამოცხადებული. ეხლა უკვე სრულდება დაახლოებით ბოლო კონკურსები გვაქვს გამოცხადებული და სადღაც მარტიდან დავიწყეთ სექტემბრის ჩათვლით და ეს ვადა იმიტომ არის განსაზღვრული, რომ მოასწრონ ადამიანებმა წლის ბოლომდე განხორციელება მათი პროექტების და მეორე ნაწილი არის, რაც უბრალოდ პროექტულად შემოდის, ეს არ არის საკონკურსო ნაწილი და კონკურს ფარგლებს გარეთ შესაძლებელია ნებისმიერი იდეის წარმოქმნა და შემდეგ მოხდება მისი განხილვა დარგის სპეციალისტების მიერ და შესაბამისად ან მოხდება დაფინანსება პროექტის, ან ნაწილობრივ მოხდება, ან სამწუხაროდ უარი იქნება პროექტთან დაკავშირებით. ერთ წელზე მეტი ეს უკვე ჩვენი ორგანიზაცია არსებობს და მაგალითად წლევანდელი წლის მონაცემი რო გითხრათ უკვე დაახლოებით 7 თვის მონაცემები, გვაქვს დაახლოებით 350-ზე მეტი ხელშეკრულება გაფორმებული და მრავალი პროექტი განხორციელებული. რაც ნიშნავს ეს ხელშეკრულების გაფორმა, ნიშნავს რომ თქვენ ამ პროექტებს განახორციელებთ. კი, ჩვენ არ ვანხორციელებთ, პროექტანტები ახორციელებენ პროექტს და მიმდინარე არის, ზოგი უკვე დასრულდა, ზოგი წლის ბოლომდე აქ ვადა, ან შეიძლება იქითა წელსაც სრულდებოდეს და ესე რომ ხარჯს უჭერთ ამ ხრივ ნებისმიერ მოსაზრებას და იდეას და ვცდილობთ რომ მოკლედ მხარი დავუჭიროთ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს.
რუსუდან რას ნიშნავს შემოქმედებითი ინდუსტრია? ანუ რას გულისხმობს? ეხლა უფრო შემოქმედებითი ინდუსტრიაში შეგვიძლია გავაერთიანოთ ყველა კულტურული ღონისძიება, ესე რომ ვთქვათ, როგორიც არის თეატრალური დადგმა, მათვე გასტროლი, ასე რომ ვთქვათ, ლიტერატურული საღამოები, ანიმაციის გადაღება, ფილმის გადაღება, ყველაფერი, რაც რეალურად კულტურასთან არის დაკავშირებული. ანუ ესე გამოყოფილი არ გვაქვს, რომ რომელიმე კონკრეტულ სფეროს ვუჭერთ მხარს, ან რომელიმეს არ ვუჭერთ. ძირითადად ვცდილობთ, რომ ყველაფერი მოვიცვათ, რაც საქართველოში დღესდღეობით აქტუალური არის და ზუსტად ეს არის ინდუსტრია, რასაც თავიდანვე ვახსენე. მადლობა პასუხისთვის. მე სალომესთან გადავალ უკვე და აი უბრალოდ მახსენა რომ თქვენ აფინანსებთ რაღაც ორი გზით, ხო ეს არის პროექტებით და არის საკონკურსო მიმართულება. მოდით აი პროექტებით ვისაუბროთ, ხო? ანუ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემა, რომელიც ახლა აუდიტორიისთვის ძალიან საინტერესო იქნება, მათ შორის ხელოვნებაში ჩართული ადამიანებისთვის. დავიწყოთ აი რა არის, რას ნიშნავს ეს და რა ეტაპები არის გასავლელი იმისთვის, რომ ამ მიმართულებით მიიღოს მხარდაჭერა რეალურად ადამიანმა. მაგით როგორც რუსუდანმა თქვა, ჩვენთან ორი ტიპის განაცხადის შემოტანა არის შესაძლებელი. ერთი არის საკონკურსო ნაწილი, რომელსაც მე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ და მეორე არის არასაკონკურსო განაცხადების მიღება, რომელიც ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში და განხილვაც ესე მიმდინარეობს ეტაპობრივად ყველა იმის, რა ქვია, საკონკურსო განაცხადის. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ძირითადი მოთხოვნა ჩვენი არის, რომ 20 დღით ადრე მაინც შემოვიდეს პროექტი. ეს ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენც მე ამ პროცედურების დრო გვქონდეს და განხილვის პერიოდი არ გავიდეს, რომ პროექტთან ხელი შეეშალოს შემდგომ. განხორციელება. არა, ჩვენ არ ვაცხადებთ, ანუ როცა შემოდის პროექტი, ვთქვათ, თქვენ გინდათ, რომ დაიწყოთ რეპეტიცია სპექტაკლის, ან არ ვიცი, კონცერტის რაღაცა კონკრეტულ თარიღში 20 იანვარს. ან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტი შემოვიდეს 20 დღით ადრე, რომ ჩვენ მოვასწროთ ამ პროექტის განხილვა და ბევრი პროცედურა არის. ეს არ უკავშირდება, მარტივი გზა ჩვენთან არ არის, იქიდან გამომდინარე ბიუროკრატიული, ანუ საჯარო სამსახური ვართ, სახელმწიფო სტრუქტურა ვართ და აქედან გამომდინარე ბევრი ეს დოკუმენტაცია არის. თუმცა მაქსიმალურად ჩვენ ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ კონსულტაციის სახით, ცხელი ხაზით იქნება ეს თუ ჩვენი მენეჯერები მუდმივად ეხმარებიან ჩვენს პროექტანტებს. პირველ რიგში ხდება ჩვენ გვაქვს დაფინანსების წესი, რომელიც არის კანონით დადგენილი და ამ დაფინანსების წესით ასევე განსაზღვრული არის დანართები, რომელიც უნდა შეივსოს კონკრეტული ნებისმიერი პროექტის შემოტანის შემთხვევაში. ეს დანართები მაქსიმალურად თავის დროზე, როდესაც შედგა და დამტკიცდა, მაქსიმალურად მოერგო ყველა ტიპის პროექტს, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მრავალფეროვანია ჩვენთან პროექტების ნაწილი და ძალიან რთული იყო ამაზე მუშაობა, იმიტომ რომ როგორც ნიჭიერი ახალგაზრდა რომ მიდის სასწავლებლად სადღაც იმას უნდა მორგებოდა, ესევე უნდა მორგებოდა სპექტაკლის ან ღონისძიების ან არ ვიცი, მესტიაში რო კედელი მოიხატა იმის მოთხოვნებს და აქედან გამომდინარე შევეცადეთ რომ ძალიან ისეთი რაღაცნაირი ოპტიმალური ვარიანტი მიგვეღო. ამ დანართების შევსებასთან ერთად აუცილებლად წარმოსადგენი არის რაღაც კონკრეტული დოკუმენტები, იქ არის საბანკო რეკვიზიტები, თუ ფიზიკური პირია პირადობის დამადასტურებელი ასლი, თუ ვთქვათ რაღაც სივრცეში კეთდება ღონისძიება, სივრცის თანხმობა არის აუცილებლად წარმოსადგენი, თუ რაღაც კონკრეტულ საავტორო თემებზე არის საუბარი, მაგალითად გამოფენა არის, ან არ ვიცი, წიგნის ბეჭდვა, სადაც ვიღაცის რაღაც უნდა იყოს გამოყენებული, ამ ავტორის თანხმობა, ან ოჯახის თანხმობა, როგორც არის შესაძლებელი. ანუ ყველა პროექტს გავდივართ ინდივიდუალურად, ინდივიდუალური მოთხოვნები აქვს ყველა პროექტს და ანუ ეს პროექტებიც ესე ინდივიდუალურად განიხილება საბოლოო ჯამში პასუხი როგორ დაბრუნდება. ეს არის ძირითადი გზა. ყველაფერი შემოდის ელექტრონულად და ეხლა ვმუშაობთ და გვინდა რომ საერთოდ საიტის საშუალებით მოხდეს განაცხადების შემოტანა, თუმცა ჯერ მუშაობის პროცესში ვართ. როგორ შეიძლება რომ შემოიტანონ? ეხლა ეს დანართები ივსება, რომელიც ჩვენთან საიტზეც არის და საკანონმდებლო მანცნეზეც მოიპოვება, მაგრამ იქიდან გამომდინარე რთული არის ეს ნაწილი. ჩვენ თუ გიკავშირდებიან ცხელი ხაზზე, ანუ მეილზეც ვაგზავნით ამ დანართებს, თუ არა და საიტზეც ჩვეულებრივად მოიპოვება ეს განაცხადები, შეუძლიათ ჩამოტვირთონ, შეავსონ და მეილზე უნდა გამოაგზავნონ info.creative.georgia.gr-ზე არის, ანუ ელექტრონულად უნდა შემოიტანონ ბოდიში.
და ხელით შევსებულ დანართებს არ ვიღებთ, ეს ამოვიღეთ, იმიტომ რომ ძალიან რთული საკითხი იყო, სამინისტროს ჰქონდა ადრეს პრაქტიკა და ხო რთულია გასავლელათაც, იმიტომ რომ ბევრი ხო, ამიტომ ეს ნაწილი შევცვალეთ. დანარჩენი ჩვეულებრივ ნებისმიერ პროექტს არანაირი ესეთი დადგენილება არ გვაქვს, რომ რამეს არ გავდივართ, არ განვიხილავთ. ყველა პროექტი რაც შემოდის, ყველას ინდივიდუალურად გავდივართ, განვიხილავთ და უბრუნდებით პასუხი. მაშინ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, საკონკურსო დაფინანსება. ხო, ანუ დაფინანსებაში გულისხმობ, როგორ მიიღება გადაწყვეტილება, ხო, ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებას და რა კრიტერიუმებით ფასდება? ყველა პროექტი, როგორც თქვი აქამდე, განიხილება ინდივიდუალურად. ძირითადი პრიორიტეტი არის, რომ იყოს ინოვაციური, ჩვენი ღირებულებები ჩანდეს, იდენტობა არის კარგი, ანუ რაღაცა მაქსიმალურად თან ცოტა რთული არის ყველა პროექტის ერთი კრიტერიუმებით შეფასება, იქიდან გამომდინარე, რომ ისევ ვიქმნებდივართ ძალიან მრავალფეროვანი, ანუ ჩვენ რო გქონდეს მარტო ერთი დარგი განსახილველი, ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ რადგან გვიწევს ყველა დარგის განხილვა, მხატვრობას, თეატრს და არ ვიცი, თამაშს, ის რა ქვია, კომპიუტერულს ერთნაირად ვერ განიხილავ. ამიტომ რადგან ესე ინდივიდუალურად ხდება ამ ყველაფრის განხილვა, რაღაცა ერთიანად იკრიბება. ესე არ არის კომისიური ნაწილი, არ არის არასაკონკურსო შემთხვევაში. თუმცა იკრიბებიან დარგის სპეციალისტები, ფინანსისტები, ანუ რაღაცა ადამიანთა ჯგუფი, რომელმასაც აქვს ამის კომპეტენცია, რომ ეს პროექტები შეაფასოს სხვადასხვა კუთხით და ესე ვაბრუნებთ საბოლოოდ პასუხს, იმიტომ რომ მარტო ერთ ადამიანს ფიზიკურად შეუძლებელი არის ის სპეციალისტიც არ უნდა იყოს, რომ გქონდეს იმის კომპეტენცია, რომ ყველა პროექტი შეაფასო და ყველა პროექტზე პასუხი შენ დააბრუნო. ეს არის ძირითადად როგორც ხდება და საბოლოო ჯამში ამითივე მიიღება. ზოგჯერ არის, რომ მიზეზი შეიძლება ისიც კი იყოს, უარის თქმის, არ არის აუცილებლად, რომ რომელიღაცა პროექტი ან ცუდია, ან კარგია, ან ვთქვათ, არ მოგვეწონა და იმიტომ არ დაფინანსდა. არის შემთხვევები, რომ უბრალოდ ბიუჯეტი აღარ გვაძლევს ამის საშუალებას, იმიტომ რომ ჩვენც კი არ მოველოდით, იმხელა მოთხოვნა არის ამ ორგანიზაციაზე, თურმე ისეთი შედეგი, ამ ერთ წელიწადში ისეთი შედეგი არის, რომ ძალიან დიდი კი, იმაზე მეტი, ვიდრე გვეგონა, რომ შეიძლება ყოფილიყო. ну, ჩემ მოსაზრებაა, რომ ზოგადად კულტურის სფერო არის ის, რაც საქართველოს ერთ-ერთი ეს არ ვიცი, ეკონომიკურად შესაძლებელია, რომ წინ წაიყვანოს, ჩემი მოსაზრება ესეთი არის და ეს შემოქმედებითი ინდუსტრიები აუცილებლად განსავითარებელი ნაწილია და თან არ გვეგონა, რომ ესე უცებ აითვისებ და ესე უცებ ამ რაოდენობის მოთხოვნა იქნებოდა. მე მგონია, რომ წლების განმავლობაში კიდევ უფრო მეტი და უფრო მეტი შედეგი გვექნება. აუცილებლად კი, ჩვენ ესე არც აქამდე არც გამოვრჩენილ ვართ თითქმის ჩუმართ ვართ მაქსიმალურად და ამ ჩუმართვითაც ძალიან დიდ. თქვენ მადლობა, რომ გადაწყვიტეთ, რომ მსგავსი პროექტი განგეხორციელებინათ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც. რუსუდან, მე პრინციპში არ ვიცი რომელს მოგმართოთ, მაგრამ ანუ კონკრეტულ კონკურსებზე მინდა საუბარი, ხო? როგორ ხდება ზოგადად ამ საკონკურსო თემატიკის შერჩევა, ხო? ანუ რამდენად ეს არის ახლა აქტუალური თუ არა? ანუ აი ეს პროცესიც რო გითხრათ, როგორ აცხადებთ ამას და როგორ ირჩევა თემატიკა? წინასწარ, ანუ წლის დასაწყისში უკვე შერჩეული იყო და ეს არის უფრო გამოცდილებებიდან დამკვიდრებული, ესე რომ ვთქვათ, სამინისტროს ჰქონდა გარკვეული კონკურსები, რაც მე შემოქმედებით საქართველოში გადმოვიდა. ანუ კვლევებს რო ატარებთ მან. კვლევები ამ ეტაპზე არაფერი არ ჩაგვიტარებია, უბრალოდ მოიცავს, რომ გადახედოთ, ანუ თვითონ კონკურსებს, ძირითადად ყველა სფეროს მოიცავს, ყველა კატეგორიას მოიცავს ადამიანების. ეხლა მაგალითად ამ წუთას უბრალოდ დასრულდა უკვე ნიჭიერთა კონკურსი არის, ახალგაზრდა ნიჭიერების დაფინანსების შესახებ არის. აი კიდევ ვიტყვი სტატისტიკურ ნაწილს, რომ რამდენად ერთ წლის განმავლობაში ეს ადამიანები მოგვემატნენ და გამოხმარება უფრო მაღალი არის. შარშან მაგალითად ამ კონკურსში შემოვიდა დაახლოებით 30-მდე განაცხადი, ეხლა უკვე 60-მდე განაცხადი არის შემოტანილი, ანუ გაორმაგებული არის თითქმის სტატისტიკა. და თვითონ კონკურსები რო დაუბრუნდე, ანუ წლის დასაწყისში უკვე დავაანონს ეს დაახლოებით მე მგონი მარტი იყო თუ არ ვცდები ჩვენს Facebook-ს გვერდზე, ჩვენს Instagram გვერდზე და ჩვენს web გვერდზეც იყო გამოქვეყნებული წლის განმავლობაში თუ როდის რა კონკურსი გამოცხადდებოდა და შემდეგ უკვე გამოცხადების თარიღი, როდესაც იყო თავიდან გამოაცხადეთ, რა თქმა უნდა, ყველა დანართი რაც შესავსები იყო და ყველა ინფორმაცია რაც მათთვის იყო საჭირო კონკურსანტებისთვის იდო ჩვენს web გვერდზე და შემდეგ უკვე იწყება განაცხადების შემოტანა, შემოტანისთვის აქვს 10 დღე.
და 10 დღის შემდეგ უკვე ხდება განხილვა ამ აპლიკანტების განაცხადების და შემდეგ ხდება მათთვის პასუხების დაბრუნება, ასევე პასუხებს ვაბრუნებთ საიტის, ვებგვერდის და ვებგვერდის, Instagram-ის და Facebook-ის საშუალებით. ინფორმაციას ავრცელებთ ძირითადად სოციალური ქსელების მეშვეობით. ძირითადად სოციალური ქსელების საშუალებით. კი, სამწუხაროდ დღეს ტელევიზიაში ესე დიდად არ ვოპერირებთ და არ ვაცხადებთ ამას და შეიძლება ესე შეიცვალოს. შეიძლება რა უკვე შეიძლება. მეგროვო, ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა? ეს უნდა იყოს აუცილებლად ფიზიკური პირი, ეს უნდა იყოს იურიდიული პირი, ხო? ან შეიძლება რაღაც ანსამბლზე იყოს საუბარი, ხო? ან რაღაც ბენდზე იყოს საუბარი პირობითად, ხო? ანუ აი ვისთვის არის ეს და ვის ძირითადად არიან იურიდიული პირები. ძირითადად ხთელ კონკურსში 13 კონკურსი გვაქვს ახლა, უბრალოდ 15 ჯერ ხდება გამოცხადება, ორი კონკურსი, ერთი და იმავე, მაგალითად თეატრალური დადგმები და თეატრალური გასტროლები ორჯერ ცხადდება წლის განმავლობაში. მოთხოვნიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი არის იურიდიული პირები არიან შემომტანები, გვაქვს მხოლოდ ნიჭი ერთა, რაც ვაცხადე, ვახსენე კონკურსი, სადაც ფიზიკურ პირებს შემოაქვთ განაცხადი. დანარჩენი ძირითადად იურიდიულები არიან, კიდევ გავამრებ, თუმცა ყველა კონკურსს თავისი დებულება აქვს და რომელიც თავად უნდა გაიცნოს დაინტერესებული პირი და მაგის მიხედვით შემოიტანოს განაცხადი. ყველაზე ხშირად რა პრობლემას აწყდებით რეალურად? თუ შეგვიძლია რა თქმა უნდა ამაზე საუბარი. ყველაზე ხშირად ძირითადი პრობლემა რაც არის ძალიან სამწუხარო სტატისტიკა ზოგადად კულტურის სფეროში, რომ შემოქმედ ადამიანებს უჭირთ ბიუროკრატიასთან ურთიერთობა, ხო? და ну რაც ჩემ პირადი ძალიან დიდი ტკივილია და ყველგან აღნიშნავ ამას, ძალიან დიდი პრობლემა არის ადმინისტრაციული კადრების არსებობა კულტურის სფეროში და ანუ არ ვიცი პროდიუსერები იქნებიან ეს თუ ძალიან ცოტა არის ანუ აგენტები იქნებიან თუ ასე შემდეგ ვისაც შეუძლია რომ აი ეს ნაწილი შემოქმედ ადამიანებს მოაშოროს რაც ჩვენთვისაც რეალურად ძალიან პრობლემურია იმიტომ რომ რთული არის ადამიანებს მათთვის რთულია ამის კეთება მე ძალიან კარგად მესმის ეს და აუცილებლად სჭირდებათ ადამიანი ვისთანაც ჩვენაირი ორგანიზაციები კონტაქტზე გავლენ იმიტომ რომ არც კი წარმოუდგენიათ რასე ველაპარაკებით მოკლედ დაახლოებით ესეთი მდგომარეობა გვაქვს ყველაზე რთული ეს ნაწილი არის ჩემი აზრით თუმცა ვახერხებთ მაქსიმალურად გადაჭრა პრობლემის ალბათ რაღაც კიდე უფრო მეტი საინფორმაციო კამპანია ანუ ეს არ არის საინფორმაციო ნაწილი ეს უფრო ალბათ უკვე სხვა საკითხი არის სადაც უნდა მოხდეს ამ კადრების გადამზადება ის უკვე ჩვენ და ანუ მას არის ანუ რაღაცას არ ეხება ეს გზადაგზა უნდა მოხდეს არ ვიცი რომ ჩამოყალიბდნენ პროექტის მენეჯერი იქნება თუ იმიტომ რომ თუმცა ხელხაზი ალბათ შეუძლიათ ხო ეს ყველა ეს ინფორმაცია რა თქმა უნდა თქვენ ხელხაზი ამ შემთხვევაში მუდმივად ჩვენი პროექტის მენეჯერები მუდმივ რეჟიმში არიან პირადადაც კი ანუ საკონსულტაციოდ სულ აი 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ადამიანებთან პირდაპირ შემიძლია ვთქვა და მადლობა მინდა აქედანაც გადავხვადო მაგის გამო თუმცა ნუ აი მაინც ის არის შემოქმედი იმისთვის არის რომ თავის შემოქმედება აკეთოს და ანუ ვიღაცა უნდა იყოს ვინც აი ამაში ხო ამას გააკეთებს ხო ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა რეალურად რასაც ვაწყდებით მაგრამ ხო პრობლემებიც უგვარდებათ თუმცა ხო აი იქიდან სტატისტიკიდან გამომდინარე ისეთი მზრდადი განვითარება გვაქვს რომ მგონია რომ ნელ-ნელა მაგასაც შეეჩვივნენ რაღაცნაირად უკვე იციან ჩვენი მოთხოვნები რა არის როგორ ივსება თუნდაც განაცხადის შემდეგ რა დოკუმენტაცია აქვს მოსატანი და წინასწარ მზაობა აქვს უფრო ნაკლებ პრობლემას ვაწყდებით თუმცა როგორც ალბათ აღნიშნა ნამდვილად მოსაგვარებელი ამბავი არის ეს ყველაფერი ზუსტად როგორ უნდა აღიქმეუდეს მომავალში შემოქმედებითი საქართველო რა ანუ აი პირველი ასოციაცია რა უნდა მოსდიოდეს ადამიანს ჩემთვის არის პირადად ჩემთვის არის ხარდაბჭერი მართლა ისე ვართ იმიტომ რომ რეალურად ნებისმიერ ინოვაციას და ნებისმიერ იდეას რომელიც აი ნამდვილად მოსაწვენი არის და ნამდვილად გვერდში დგომა ჭირდება ფიქრობ რომ ყოველთვის გვერდში ვდგავართ და ძალიან დიდი მადლობა. სხვათა შორის მე ჩვენ მაყურებელს და მსმენელს ვეთქვი, რომ ჩვენ არ ვამთავრებთ ამ გადაცემას, უბრალოდ დავემშვიდობებით სალომეს. სალომე ძალიან დიდი მადლობა. სტუმრობისთვის. ჩვენ ახლა დაგითმობთ დროს იმისათვის, რომ ნახოთ αφიშა და შემდეგ ჩვენ უკვე შემოგვიერთდება ძალიან საინტერესო პროექტის მთავარი რედაქტორი. ამიტომ ცოტა ხანი გადადით αφიშაზე და დარჩით ჩვენთან ერთად. კულტ აფიშა. მოგესალმებით რადიო სივრცის სტუდიიდან. დღეს გაგიზიარებთ ინფორმაციას მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, რომლებიც ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ.
თუ ბორჯომში ისვენებთ, დღეს 17 ივლისს საღამოს 8 საათზე მერაბ კოსტავეს სახელობის სკვერში გაიმართება ცოცხალი კონცერტი ზაფხულის მელოდიები. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ აჩიკო მეფარიძე, ნინი ბადურაშვილი, ეკა კახიანი, თამუნა ამუნაშვილი და ლავბენდი. მაყურებელი მოისმენს როგორც თანამედროვე ჰიტებს, ასევე სიმღერებს ქართული საესტრადო მუსიკის ოქროს ფონდიდან. დასწრება თავისუფალია. 25 ივლისს კი ზაფხულის მელოდიები უკვე ბოლნისში გაიმართება. კონცერტი საღამოს 8 საათზე კოსტავას ქუჩის 8 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე შედგება. დასწრება კვლავ თავისუფალია. ვინ ვართ, რანი ვართ და საიდან მოვდივართ დასაბამიდან დღემდე. ამ კითხვებზე პასუხს გასცემს ლეგენდარული ანსამბლი ქართული ხმები, ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით წუთი სოფელი. ასევე კომპოზიციის მიზანია დაგვენახოს საქართველოს როლი უძველესი მსოფლიო ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში. პროექტის ავტორი და მხრობელია ქართული ხმების დამფუძნებელი წევრი ბატონი თემურ ჭკვასელი. საღამო 18 ივლისს აბაშაში მარანის კულტურის სახლში გაიმართება. დასაწყისი საღამოს 5 საათზე. დასწრება თავისუფალია. თუ კინო გიყვართ და ბუნებაში დასვენებას გსურთ, 20 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით გეპატიჟებათ სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი დალი 2026. ამ რამდენიმე დღის განმავლობაში უშგულის მთების ზღაპრულ გარემოში გაქვთ საშუალება უყუროთ გამორჩეულ ქართულ და უცხოურ ფილმებს. 2026 წელს საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებული ღონისძიებების სერიის ფარგლებში 21 ივლისს საღამოს 8 საათზე შეგიძლიათ ეწვიოთ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი ასრულებენ ჯუზეპე ვერდის რეკვიემს. სოლისტები იანო ალიბეგაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, ოთარ ჯორჯიკია, რამაზ ჩიკვილაძე, დირიჟორი ზვიად ვოლქვაძე. 21 ივლისი საღამოს 8 საათი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი. 23 ივლისს ქალაქ ასპინძაში კულტურის ცენტრში გაიმართება დიდი ისტორიის მქონე ანსამბლ ბორჯომის სოლო კონცერტი. შესრულებული იქნება შერეული რეპერტუარი, როგორც ქალაქური ყაიდის სიმღერები, ასევე სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული ნიმუშები. დასაწყისი 18 საათზე. დასწრება თავისუფალია. ანსამბლ ბორჯომის ტურნე გაგრძელდება საჩხერეში, სოფელ არგვეთში. კონცერტი უკვე 2 აგვისტოს პაულო იაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში გაიმართება. დასაწყისი საღამოს 6 საათზე. დასწრება კვლავაც თავისუფალია. გრძელდება ზაფხულის კონცერტების სერია მუსიკალური საღამოების სასახლის ბაღში. 25 ივლისს გაიმართება ეკა მამალაძის კონცერტი, რომელიც ეძღვნება ქართული სცენის დედოფალს, ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს. საღამოზე გაცოცხლდება ქართული საესტრადო მუსიკის ოქროს ხანა, ეპოქის ტრადიციები და მოგონებები, რომელთაც შექმნეს ისტორია სახელად ნანი. კონცერტი საღამოს 8 საათზე დაიწყება თბილისი რუსთაველის 6 ეროვნული სასახლე. 26 ივლისს რუსთავში, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება. წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი ჩვენი კლასი. პოლონელი დრამატურგის თადიუს სლობოდნიაკის პიესა, ერთი კლასის მოსწავლეების ისტორიით მე-20 საუკუნის ყველაზე მძიმე ისტორიულ მოვლენებს ასახავს. სპექტაკლის ინსცენირების ავტორი და რეჟისორი რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრის დირექტორი სოსო ნემცაძეა. მისამართი რუსთავი, ფიროსმანის ქუჩა 7, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი. კულტ აფიშა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ვინც ეხლა შემოგვიერთდით და ეს არის კულტურა სივრცეზე, მეორე ბლოკია, სადაც ჩვენ უკვე ვისაუბრებთ შემოქმედებით საქართველოს მიერ, ასე ვთქვათ, მხარდაჭერილ ერთ-ერთ ძალიან საინტერესო პროექტზე, სხვათა შორის ეხლა ხელში მიჭირავს და შემიძლია გაგიზიაროთ და განახოთ. საუბარი არის ჟურნალ შემოქმედებით საქართველოზე, რომელიც თანამედროვე ქართული კულტურას არა მხოლოდ აშუქებს, არამედ ინახავს კიდევაც და ჩვენი დღევანდელი ასე ვთქვათ გადაცემის კიდევ ერთი სტუმარი არის ნინია სადღობელაშვილი, რომელიც წარმოადგენს ჟურნალის რედაქტორს. ნინია, მოგესალმებით და კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენს გადაცემაში. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა და ასევე. თუმცა დღეს კიდევ ბევრჯერ გისურვებთ წარმატებას დარწმუნებული ვარ. დიდი მადლობა. მოდით ალბათ დავიწყოთ ამ პროექტით, ხო? ანუ როგორ გაჩნდა ამ პროექტის იდეა და მე ალბათ გადავალთ თვითონ შემოქმედებით საქართველოსთან, როგორ დაუჭირა მხარი ამ პროექტს.
ეს იდეა გაჩნდა სწორედ იმ ორგანიზაციაში, რომლის სახელსაც ატარებს ეს ჟურნალი და ეს ძალიან სასიხარულოა, ძალიან საამაყოა და გასახარია, რომ აი სწორედ შემოქმედებით საქართველოს დიდი მხარდაჭერით განხორციელდა იდეა, რომელიც რეალურად ჩვენს შემოქმედებით ჯგუფსაც ჰქონდა და ეს რაღაცა ერთგვარად რაღაც აირეკლა მოკლედ ერთმანეთი აი ამ სურვილებმა, ამ იდეებმა და საბოლოო ჯამში ეს მივიღეთ ეს შედეგი ამ ჟურნალის სახით, რომელიც ნამდვილად არის ძალიან საჭირო ქართული თანამედროვე კულტურული სივრცისათვის, პროცესებისათვის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გააზრებისათვის და შენახვისათვის თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ არა მხოლოდ საუბრობს კულტურაზე, არამედ ინახავს კიდეც მას. და ეს სამ თვეში ერთხელ გამოდის ჩვენი ჟურნალი და ეს დროც მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან სწრაფად გადის დრო, თვალსა და ხელს შუა და არის რაღაცა ესეთი ჭარბი ინფორმაციული კონტექსტი, ხო აი ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც აი რუდუნებით კეთდება თითოეული ნომერი, რომელიც ერთგვარი რაღაც რარიტეტის მნიშვნელობასაც იძენს იმ კუთხით, რომ ეს არ არის მხოლოდ რაღაცა ესეთი პერიოდიკა, რასაკვირველია არის, მაგრამ აი ამ ყველაფერს აქვს კიდე სხვა დატვირთვაც, რომ ეს მომავალში იქნება ერთგვარი რაღაც საარქივო მასალა, რომელზე დაყრდნობითაც მომავლის მკითხველები შეექმნებათ შთაბეჭდილება იმაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა 21 საუკუნის 20-იან წლებში, როგორი იყო ჩვენი ხედვა და ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი საგანძურის მიმართ, კულტურის მიმართ და რა იქმნებოდა აი ამ პერიოდში. აი ამ ყველაფერს ასახავს ჩვენი ჟურნალი. ფანტასტიკური. ნია, როდესაც მუშაობდით კონცეფციაზე ამ ჟურნალის, ხო? ანუ ვიზე იყო მთავარი გათვლა გაკეთებული, ხო? ეს იყო პროფესიონალებზე, ეს იყო. ანუ ვიზე იყო თან მით უმეტეს, რომ მე ჩვენ მსმენელს და მაყურებელს ვეტყვი, რომ ჟურნალი არის ორენოვანი. ამიტომ ძალიან საინტერესოა ვიზე იყო თავიდანვე გათვლა გაკეთებული და ამ პერიოდში ხა მეორე ნომერი გამოეცით. შეიცვალა რამე, ანუ აი პირობითად იმ ხედვაში გათვლა ვიზე არის, ხო? ანუ აი ჩვენი ტარგეტირებული ასე ვთქვათ აუდიენცია ვინ არის? მე დავიწყებ იმითი, რომ ამ ჟურნალის რაღაც სულის ჩამდგმელნი, ესე რომ ვთქვათ, უნდა აუცილებლად თქვა, ეს გახლავთ შორინა შავერდაშვილი და თეა სხიერელი, რომლებიც არიან საკონცემლო ჯგუფის ხელმძღვანელები და მოვიკითხოთ და მადლობა გადავუხადოთ მათ იმისთვის, რომ ეს ჟურნალის იდეური და ეს დიზაინის კონცეფცია აბსოლუტურად შორინასთან და თეასთან ერთად ჩამოყალიბდა, მით უფრო რომ შორინას აქვს უზარმაზარი გამოცდილება ჟურნალებთან და ეს ცხელი შოკოლადი ალბათ ახსოვს ჩვენს საზოგადოებას, რომ გამოდიოდა წლების განმავლობაში მე ბევრი სხვა ჟურნალი, რომელსაც გამოსცემდა შორინა და იყო რაღაც ერთგვარი ნოსტალგიაც მისთვისაც და აი ამდენად მისი დიდი გამოცდილება, თეას დიდი გამოცდილება ჩვენთვისაც იყო რაღაცა ძალიან ისეთი იმპულსი, სტიმული იმისთვის, რომ აი ჩავრთულიყავით აი ამ დიდ თავგადასავალში. ჩვენი მთავარი გათვლა, რასაც თქვენ მეკითხებით, ეს რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის ქართველი მკითხველი, ქართულენოვანი მკითხველი, რომლისთვისაც კულტურა არის მნიშვნელოვანი ძალიან და თან ამავე დროს ჩვენ სულ გვაქვს ამის დანაკლისი, რომ აი რაღაც მედია არ უთმობს დიდ დროს კულტურას, ძალიან მიხარია, რომ აი ამ შემთხვევაში ხა აი ამ გამონაკლისში ვარ სწორედ და რაღაც თქვენი რადიო სივრცის საშუალებითაც გაჩნდა კიდევ ერთი წყარო იმისთვის, რომ ჩვენ ვისაუბროთ ქართულ კულტურაზე. და ასევე ჩვენი აუდიტორია სამიზნე, ესე რომ ვთქვათ, არის უცხოენოვანი მკითხველიც, ის საზოგადოება, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში, რომელთანაც გვაქვს ხოლმე მუდმივად კავშირი, სხვა ფესტივალების დროს, სიმპოზიუმების დროს და აი ამ ადამიანებს წარვუდგინოთ აი უკვე თავმოყრილად, რაღაც სფეროების მიხედვით, სახელოვნებო სფეროების მიხედვით, აი ჩვენი აი ეს მიმდინარე პროცესები. ესე წარუდგინოთ ამ შემთხვევაში საერთაშორისო სტუმრებს, ხო? ძალიან აქტიურად იქიდან გამომდინარე, რომ მთელი წლის განმავლობაში მუდმივად არის ეს საერთაშორისო ფესტივალები, რომელსაც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და არა მხოლოდ მუდმივად ტარდება, ამიტომ ჩვენ რაღაცა მუდმივად გვაქვს იმის საშუალება, რომ აი ამ ჟურნალთან ერთად შევიდეთ ურთიერთობაში ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს
მეგობრებთან, უცხოელ მეგობრებთან. მე როგორც ვიცი, ამაზე რუსკა უფრო კაფიოთი საუბრებს, რომ ეს საგარეო უწყებებში ვრცელდება ეს ჟურნალი და ასევე აი იმ უცხოენოვან აუდიტორიაში, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ესეთი პროფესიული ურთიერთობები სხვა სფეროში, ამდენად ეს არ არის ცალმხრივი და რაღაცა იმ მათგანაც ველოდებით ახლა უკვე გამოხმაურებებს, ველოდებით აი უცხოენოვანი მკითხველის ჩართულობასაც სხვა კუთხით და რაღაც კიდევ უფრო მეტად ამდენად რომ მკითხეთ რომ მეორე ნომრის ზემუშაობის დროს რამე ხომ არ შეიცვალო, კიდევ უფრო განმტკიცდა ეს ჩვენი მიზნები, რომ ეს იყოს ასე მკაფიოდ არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ რა თქმა უნდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც ჩვენი კულტურის ერთგვარი რაღაცა საიმიჯო ბარათი. გამოუტყდები არ წამიკითხავს ჯერ, მაგრამ ის ეყვებით საინტერესოდ, რომ მე აუცილებლად აი დღეს წავიღებ ჟურნალს და აუცილებლად გავეცნობი. რუსკა, შენთან მექნება ერთი კითხვა. დღეს ცხოვრობთ ფაქტიურად ესეთ ციფრულ ეპოქაში, ხო? თუმცა შემოქმედებით საქართველოს გადაწყვიტა, რომ ხარი დაუჭიროს ამ შემთხვევაში ბეჭდური ფორმით ჟურნალის ბეჭდვას, ხო? რა არის აქ მთავარი მიზანი? რატო ბეჭდური? ბეჭდური ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენს მომავალ თაობებს დარჩეს. გარდა ამისა, რომ ხა აქ ამ ჟურნალში ავსახავთ მიმდინარე პროცესებს, რომელიც თქვენც ახსენეთ და ძალიან კარგად ახსენეთ, რომ მიმდინარეა დღეს, მაგრამ საერთო ჯამში უკვე ინახავს ამ ისტორიას და შენახული იქნება მომდევნო თაობებისთვის. გარდა ამისა, ამ ჟურნალში არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილიც, ან მარტო ის არ არის, რომ დღეს რა კეთდება, იმას არ ვაშუქებთ. არის ის, რაც ძველი არის და ვიხსენებთ, აღვადგენთ, განვაახლებთ ისტორიებს და სხვადასხვა ინფორმაციებს, ახალ ინფორმაციებს ამატებენ ეს არაჩვეულებრივი გუნდი მართლაც რომ. ამიტომ ვფიქრობდით, რომ მნიშვნელოვანი იყო ისეთი ხელშესახები რო ყოფილიყო ეს ჟურნალი, რომელიც ყველასთვის ძალიან საყვარელი გახდებოდა და ვფიქრობ მართლა გახდა, იმიტომ რომ ისეთი გამოხმაურება ქონდა. პირველ ჟურნალს ხა მეორეზე ნამდვილად ვერ ვიტყვი და გუშინ დაიბეჭდა და სუსუ ახალი არის და დღეს მოვიტანეთ. ექსკლუზივი არის კი ბატონო და გარდა ამისა ძალიან ლამაზია თვითონაც ეს შესანახად და მე მაგალითად კი ინტერნეტში ყველაფერს ვკითხულობთ, მაგრამ ინტერნეტში ალბათ ყველა დამეთანხმებით ვკითხულობთ, რაც მოკლეა იმ ინფორმაციას. ძალიან იშვიათად არის, რომ ვიღაცა იქ დიდ სტატიებს კითხულობს და ეს უკვე რაღაც ხელში დასაჭერი რო არის, უკვე წიგნის ფორმა რო აქვს მიცემული, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყოფილიყო. ჩვენ გქონდა გამოცდილება ჟურნალის კულტურა პლუსი არაჩვეულებრივი ჟურნალი ბეჭდებოდა სამწუხაროდ რატომაც შეწყდა მათთან თანამშრომლობა და შემდეგ გვინდოდა რომ ისევ გაგრძელებულიყო მსგავსი სახით ახალი ჟურნალი და ზუსტად ეს არაჩვეულებრივი გუნდი შემოგვიერთდა, რა თქმა უნდა მხარი დაუჭირეთ ამ ინიციატივას და ამ მოსაზრებას და ქართულ ენოვანზე და ინგლისურ ენოვანზეც ვიტყვი რომ ეს არის საიმიჯო ბარათი მართლაც რომ ანუ ჩვენი კულტურის სამინისტრო ჩვენს რამე ღონისძიება თუ რაიმე გვაქვს საზღვარგარეთ რაიმე ფესტივალი არსებობს ყველგან მიდის ეს ჟურნალი ну ეხა სადღაც უკვე 3 თვე დაიწყეს ყველაფერი და ვცდილობთ რომ ყველგან გავიტანოთ ამავე დროს როგორც ნინია მაგცანა ყველგან სელჩებში დავაგზავნეთ და ну ვცდილობთ რომ გავავრცელოთ მაქსიმალურად რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. აი ჩვეულებრივი ადამიანისთვის სად არის? აი ნახეთ როგორ იყო წინ პირველი ტირაჟი რომ დაიბეჭდა, მან რაღაცნაირად გამოგრჩა, ცოტა ესეთ ნათქვა, მე უბრალოდ ესეთ გამოხმარებას რადგან არ ველოდით, არ ვიყავით შეთანხმებულები არც ერთ რეალიზატორთან, ესე რომ ვთქვათ. ეხლა უკვე სტამბის წიგნის მაღაზიაში იქნება განთავსებული, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება რომ შეიძინოს ჩვენთვის სიმბოლურ ფასად, იმიტომ რომ რა თქმა უნდა სახსრებთან არის დაკავშირებული ჟურნალის დაბეჭდვა და მართლაც რომ სიმბოლურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი რომ ნებისმიერ მსურველმა მიაკითხოს და შეიძინოს და ქონდეს. თუ ვთქვათ ვიღაცას არ უნდა რომ ხელში ქონდეს ან თანხა გადაიხადოს ელექტრონულადაც ხელმისაწვდომი არის ჩვენ Facebook ჩვენ ვებგვერდზე და შესაძლებელია რომ გაიცნოს ნებისმიერ სტატიას სულად არის ჟურნალი განთავსებული პირველი და უკვე მეორეც განთავსდება კი ბატონო. სავიზიტო ბარათი. ფაქტიურად სავიზიტო ბარათი იქნება რომელიც ზუსტად ანუ რეალურად მაგით აფასებენ ხო ქვეყნებს ხო ანუ კულტურული და ჩვენი მიზანიც რომ არ ყოფილიყო ერთ სფეროზე მაინც და მაინც და უნდა მოიცვას ყველა სფერო და ყველასთვის იყოს საინტერესო აქედან გამომდინარე რომ არ იყოს მაგალითად მხოლოდ თეატრზე, მხოლოდ კინოზე, მხოლოდ მუსიკაზე რაღაც მსგავსი და აბსოლუტურად ყველაფერი არ ვართ შეზღუდულები, რაც არის იმ მომენტში საინტერესო ან მასთან დაახლოებული თუნდაც ძველი ისტორიიდან ყველაფერს ერთად ვბეჭდავთ და ნამდვილად ძალიან ღირებული პროდუქტი შეიქმნა ჩემი აზრით.
ნინია, კონცეფციაზე მინდა ვისაუბრო. ეხლა ორი ნომერი არის გამოშვებული, ხო? უკვე დაიბეჭდა. და სხვათა შორის მე რამდენადაც გადავამოწმე, თქვენ გაქვთ ელექტრონული ვერსიაც ამ ჟურნალის, რომელიც ასევე ხელმისაწვდომი არის თქვენს საიტზე. ამ თუ შეგვიძლია რა მოკლედ რო ვთქვათ, ანუ კონცეფციაზე, ხო? იმიტომ რომ ეხლა მეც დავინტერესდა ძალიან და სანამ წავიკითხავ და სანამ წაიკითხავს ჩვენი მსმენელიც, კონცეფციაზე რომ მოგვიყვეთ ამ წიგნის. ჟურნალის ბოდიში. კი, ესე იგი, რაღაც შინაარს გეტყვით მოკლედ, რომ ბუნებრივია ხა როგორც ყველა სხვა ჟურნალი, ჩვენი ჟურნალი შედგება რეპორტაჟებისგან, ინტერვიუებისგან, პორტფოლიოებისგან, სპეცპროექტისგან, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც ყველა ნომერში არის, მაგალითად ხა მეორე ნომერში არის სპეცპროექტი ქართული გალობა, წინა ნომერში იყო ქართული სამოსი და აი ამ ქართული სამოსის შესახებ მეორე ნომერშიც გაგრძელდა ეს მსჯელობა იმაზე, თუ რამხელა კვალი დატოვა ქართულმა სამოსმა, ქართულმა მოდამ როგორ აირეკლა მსოფლიოს ცნობილი მოდის დიზაინერები და მათი შთაგონება და როგორ გაჩნდა ჩვენი კვალი შანელის, იվ სენ ლორანის თუ სხვადასხვა დიზაინერების შემოქმედებაში. მნიშვნელოვანი აქცენტი არის მიმდინარე მოვლენები და დიდი ნაწილი ეთმობა ჟურნალის აი ამ მიმოხილვებს, ამ რეპორტაჟებს, რომლებიც ასახავს ხელოვნების ყველა სფეროს თუ კი სადმე რამე გაკეთებულა და კეთდება აი ამ პერიოდის განმავლობაში. მაგალითად, ხა მეორე ნომერში გვაქვს როგორც ბალეტის, ასევე საოპერო, ასევე სიმფონიური ორკესტრის, თეატრის, ლიტერატურის შესახებ ყველა ის რაღაც პანორამა წარმოჩენილი, რომელიც არამხოლოდ რაღაცა აქ საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით გახმიანდა და გაიტანა ჩვენი კულტურის სახელი. ასევე დიდი ეს არის რაღაცა თქვა ძვირფასი ნაწილი ჩვენი ჟურნალის ინტერვიუები და ჩვენი მთავარი გმირები, ჩვენი ინტერვიუების მაგალითად პირველ ნომერში იყო ლევან კოღუაშვილი, რომელიც თავის ახალ ფილმზე საუბრობს. ამ ნომერში გვაქვს ვატო კახიძე, ლევან გაბრიაძე და არიან კიდევ სხვა პერსონაჟები, ადამიანები, რომლებიც დღეს ქმნიან ქართულ კულტურას და არის რეცენზიების ბლოკი, ესაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ასახვა პროცესების, ეს არის მსჯელობა მასზე, ფიქრი მასზე, მკითხველის გაყოლიება, რაღაცა ჩართვა აი ამ ფიქრში, ამ დინამიკაში და აი ამ რეცენზიების ავტორები არიან რასაკვირველია სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, მეცნიერები, ლიტერატორები, კინომცოდნეები, თეატროლოგები, რომლებიც მსჯელობენ, ფიქრობენ და წარმოაჩენენ მკითხველის წინაშე ჩვენს კულტურას. მადლობა ასეთი ვრცელი პასუხისთვის. პრინციპში თქვენვე დაგიბრუნდეთ ერთ კითხვას, ხო, ანუ როგორ ხედავთ ამ ჟურნალის განვითარებას მომავალში რა, ანუ რას უნდა ელოდოს რეალურად მკითხველი ახალს? მუდმივად ვფიქრობთ აი ამ სიახლეზე, აი ამაზე, რომ რაღაც ყოველი ნომერი იყოს რაღაცით განსხვავებული, რაღაცით განსაკუთრებული. ჩვენ გვაქვს ესე რომ ვთქვათ, მონაცვლეობითია ავტორებიც და სულ ახალი ხმები, ახალი სახეები შემოდის და ამ ხრივად საინტერესო არის, რომ აი რაღაც სხვადასხვა სფეროს აშუქებენ სხვადასხვა ადამიანები, ახალგაზრდებიც, რა თქმა უნდა, რაღაც ყველა ასაკის ადამიანი, ვისთვისაც ეს არის რელევანტური და მნიშვნელოვანი ეს ამბავი და გარდა ამისა, რაღაცა ხედვის კუთხეები, აი რაღაც კონკრეტული რაკურსიდან დანახვა, რაღაცა მოვლენის, მაგალითად ეხა ვეფხისტყაოსანს, სტურვას ვეფხისტყაოსანზე გვაქვს აი ამ ნომერში ახალგაზრდა ლიტერატორის ტატო ჩანგელიას წერილი, არაჩვეულებრივი, ძალიან საინტერესო და რაღაც ისეთი საინტერესო კუთხით დანახული ეს ყველაფერი, რომ მე ვფიქრობ, იქნება ერთგვარი მგზამკვლევიც მკითხველისათვის და მაყურებლისათვის და აი მოკლედ ეს სიახლეები მუდმივად იქნება ჩვენი იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ კულტურა, თვითონ ხელოვნება არის მუდმივად ცოცხალი, მედინი და აი რაღაც არ არის გაჩერებული, ხო? თვითონ გვთავაზობს აი ამ სიახლეებს. ჩვენც აი ვცდილობთ, რომ აი რაღაც აი მაჯისცემას მივაყურადოთ და აი ამ სიახლეების სიხშირეზე ვამყოფოთ მკითხველიც. მადლობა. მე მინდა რომ პატარა ესეთი რუბრიკა ჩავამატო ბოლოსკენ და რომ დაასრულოთ წინადადება. თუ არის შესაძლებელი, ხო? კულტურა იწყება იქ, სადაც გონიერი ადამიანები არიან. ყველაზე დიდი შთაგონება მოდის მაშინ, როცა
ცა შეგიძლიათ თქვენს გასახოთ. როგორ არის? ყველაზე დიდი შთაგონება მოდის მაშინ, როდესაც როდესაც ხარ იქ და საჭირო დროს საჭირო ადგილას. კარგი ჟურნალი არის ეს თქვენთან. ხო, ძალიან ვრცელი პასუხი, მაგრამ კარგი ჟურნალი არის. შემოქმედებითი საქართველო. გადასარევი, აი მადლობა პასუხისათვის. ერთი რამ რაც მინდა ქართველმა ახალგაზრდებმა არასოდეს დაივიწყონ. კულტურული მემკვიდრეობები და ჩვენი კულტურა ზოგადად. თუ ერთი წინადადებით უნდა ახსნა, რატომ ღირს კულტურის მხარდაჭერა. თაობები რო გაიზარდონ უბედესი თაობები. შემოქმედებითი საქართველო ჩემთვის არის ჩემთვის არის რაღაცა ერთი პასუხის გაცემა ცოტა გამიჭირდება. ორგანიზაცია, რომელიც ნამდვილად უწყობს კულტურის სფეროს მხარს. ფანტასტიკური. მე მგონი ძალიან საინტერესო გადაცემა და ესეთი დებიუტი გამოგვივიდა. კი, და კი, და ორი ბლოკი ჰქონდათ, საკმაოდ ვრცელი, სადაც ანუ ვისაუბრეთ ერთის მხრივ ორგანიზაციაზე, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებას და მეორეს მხრივ ვისაუბრეთ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტზე, რომელიც შესრულდა ამავე ორგანიზაციის, ასე ვთქვათ, მხარდაჭერით და მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ვისიამოვნე, ძალიან საინტერესო თემები განვიხილეთ. მადლობა მაყურებელს, მადლობა მსმენელს. სხვადასხვა აქტიურეთ, შეგიძლიათ გარკვეული კომენტარების დაგვიტოვოთ და ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ ჩვენს შემდეგ, ასე ვთქვათ, გადაცემებში ამ ყველაფერს. ამიტომ დაგემშვიდობებით, მადლობას გიხდით თქვენ რომ ჩვენთან ერთად ხართ და უკვე სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ. თქვენ უსმენთ გადაცემას კულტურა სივრცეზე. პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროს და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით.